მეორე კორპუსიდან უნივერსიტეტის ლექციიდან გამოვედით მე და ჩემი მეგობარი. და ვსაუბრობთ აი იგივე თემატიკაზე, წინა სიუჟეტი გააკეთეს, რომელსაც დაიწყო და დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი. ვსაუბრობთ ზუსტად ამაზე, თუ რატომ აკეთებენ ამას, რა უნდა ხალხისგან, საერთოდ ვის ჭირდება ეს რამე და ამ დროს გვაჩერებს ორი ადამიანი, კამერით და მიკროფონით და გვეკითხება, ვინ დაწერა ჩემ ქვეყანამ. ჩვენ ამაზე მაშინვე სიცილია გვითხრა, იმიტომ ანუ აზრზე მოვედით, რომ ვიყავით აი მორიგი მსხვერპლები იმისი, რომ ვიღაცას ჩვენი პოზიცია და ჩვენი სიტყვები სათავისად გამოვეყენებინა. თქმა უნდა, ამ ესეთ კითხვაზე გაგვეცინა მე და ჩემი მეგობარსაც. და დავუწყეთ საუბარი, რომ ჩვენი აზრით, ანუ ესეთი ტიპის გადაცემა, თქვათ შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა და ასევე ეს კითხვაც მე მგონი არ იყო რეალურად არ ასახავდა იმ მდგომარეობას, იმ განათლების მდგომარეობას, რაც საქართველოში არის. მე ნანახი მქონდა იქამდე რადიო თავისუფლების გამოკითხვა, როდის დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ესეთი შეკითხვით. ვიტყეთ, რომ თქვენ რადიო თავისუფლების ხართ, მათ გითხრეს, რომ დიახ, ჩვენი გაკეთებული არის ესეცო. მე კითხებავ, ჩვენ პასუხებს თან იყო იქ სცენებიც იყო ნაჩვენები, რომ ნამდვილად არ ვაქცევ, ხარ ფიქრდები ესე, რომ ეს რა იქნება ნეტო, რომ გამყავს და ვერთობოდი და საბოლოოდ მივიღე შედეგი, რომ ეს რა საშინელება იყო, ეს რა დაუნი ბავშვები არიან, მართლა არ მოველოდი და რაღაც ესეთი იყო. ერთადერთი კითხვა დაგვისვეს, იმათგან გასხვავებით, ვიცი ძალიან ბევრი ჩემ მეგობარს დაუსვეს ძალიან ბევრი შეკითხვა, აი სადაც 7 შეკითხვა და რომელზეც ვერ გასცა, მარტო ის ამოიღეს. იყო ნუ კახკავსად რომლიდან გახსოვთ სოფიკო ჭიაურელი ახვლედიანი ვინ არის. ნუ ისინი რაც იყო გაცემული პასუხები, ნამდვილად ვიცუსტად არ მოხდა ეს გადაცემაში. ნუ ახლა ამას დიდი პრეტენზია არ მაქვს, რომ მე რაც ვიცოდი, ის რატო არ მოხდა. საერთოდ მე რეაქცია უბრალოდ შედეგზე მქონდა, თორე ეს რაც მოხდა, რაც არა, ამას დიდად ყურადღება არ გამიმახვილებინა. მე და ძმაკაცი ჩამოვდიოდით, ძმაკაცი წინ მიდიოდა და იმას შეეკითხენ და ამან გვერდი აუარ და გაიქცა სადღაც. მე შორიდან მივაძახე რაღაც კითხვაზე ანა კალანდაძე. ეს ჟურნალისტი გამომეკიდა, მართალი ხარ, მოდი ჩაგწროთ ამ დროს ეს პასუხი იყო არასწორი. ძალიან გაუხარდა, რომ მეც გამიხარდა, რომ მართალი ვარ მეთქი და ჩავწერე. მე რო ვკითხე, როდის რა არხზე და სადო, არ ვიცი თუ არაფერი, კამერას არც ლოგო ქონდა მიკროლი, არაფერი, ანუ ვერ გავიგე რომელი არხი იყო. და ეხა ილია ჭავჭავაძემ დაწერა, ჩემო კარი უყარა, მე ყველა მიცის, მაგრამ იმასაც გააჩნია, რომ რო გარბიხარ, არაფერზე არ ფიქრობ. ელემენტურად შეიძლება სახელი ვერ უთხრა. ნახე ჯერ ჩემი სიუჟეტი, სადაც მე და ჩემი მეგობარი ჩანდით, მე რეაქციებს მივადევნე თვალყურე და ანუ უყურე იქამდე სანამ ჩემი მოთმინება ბოლომდე არ ავისო და არ გადავაგდა ეს ტელევიზორი ამის. ჩემი ძმა შემოვარდა, რომ გადაცემა ახალიო რაღაც და მე ვთქვი რა გადაცემა და რო თქო სტუდენტებს კითხავენ და რო დამასხა ოფლაინ ძალიან მომეშალა ნერვები რა თან მე ვნახე ინტერნეტში. რეაქცია ჰქონდა ძალიან საშინელი. ჯერ ეს ერთი მომატყუეს. მეორეს ერთის მართლა რო არ მითხრეს თუ არ ვიცოდი რაზე გვაძლევდი ინტერვიუს. მაგან იმოქმედა ძალიან, რომ თავი ვიგრძენი რაღაცა ვიღაცად რა, რომ არავის არ ჭირდება. მართლა მაგრად ცუდად იმოქმედა იმის მერე სერიოზულად აკადემიაში არ მოსვლა, დღეს მოვედი პირველად. მე შეიძლება გადავიტანო, მაგრამ ბევრმა შეიძლება ვერ გადაიტანოს. მეორე დღეს როცა ჩავხდი კომპიუტერი, ნუ Facebook-ი ჩემი გვერდი აჭრელებული იყო მეგობრების ამ ეს ვიდეოები დადეს ჩემს wall-ზე და პანელ მეკითხებოდა, რომ საანდრო, ნუ შენ როგორ არ იცოდი, რატო არ გაეციან ესეთი რაღაცა. ნუ ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ უნივერსიტეტში რომ მოვედი, ყველა ამაზე მესაუბრებოდა. სამწუხარო ის იყო, რომ დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანების 80%, რომელიც ხან დაცინვით, ხან რაღაც გაურკვევლად მეკითხებოდა, რომ როგორ არ იცოდი ხან კითხვაზე პასუხი როგორ არ გაეცი. სამწუხაროდ 80% დარწმუნებული ვარ, რომ იმ გადაცემიდან გაიგეს ამ ლექსის ავტორის ვინაობა. ლექცია ძალიან ისეთ მდგომარეობაში ჩავარდი. ზოგადად, იმიტომ რომ უბრალოდ გავითვალისწინე იმ ბავშვების მდგომარეობას, თქვათ, ვინც ესე საქვეყნოთ გამოვიდნენ ამ ხალხის ესე ვთქვათ, გასაკითხი. ხალხი რაღაც კონსილიუმივით არის მოწვეული, ზის და მსჯელობს რა დონის დებილი ბავშვები ყავს საქართველოს და ვარ დაუნები რაღაც ესეთ საოცარი სახელით მიწოდეს და რა ვიცი, ჩემს მართლა მოულოდნელი იყო. ჩემი გადმოსახედიდან ეს უფრო გარკვეული ჯგუფებისთვის იყო გაკეთებული, რომელსაც უფრო ცოტათი ჩვენზე უფროსი თაობისთვის, რომელიცაც შეეძლებოდა რომ და იმ მოწვეული სტუმრების დაიწყებდნენ კრიტიკას, რომ აი რა თაობა მოდის და არაფერი არ იციან, როცა
ჩვენ ყველაფერი ვიცოდით და მიეცემოდათ საბაბი ეს ჩემი აზრით ამისთვის იყო გაკეთებული რომ გავეკრიტიკებინეთ ჩვენ და თავისთავი უფრო ჭკვიან და განათლებულ ადამიანებს წარმოედგინეთ. ამ გამოკითხვით ნამდვილად არ დაუდგენია სტუდენტების ზოგადი განათლების დონე, იმიტომ რომ ჩემი აზრით რეალობას ნამდვილად არ შეესაბამება. იმიტომ რომ საბედნიეროდ ისეთი ადამიანები არსებობენ ჩემს ირგვლივ და დარწმუნებული ვარ რომ სხვა უნივერსიტეტებშიც რომლებისთვისაც ყველა სხვადასხვა ინტერესი აქვს, მაგრამ განათლება ყველას აქვს. ძალიან ცუდი არის საერთოდ ეს კითხვები, იმიტომ რომ ვინ დაწერა, რომელ წელს დაწერა, რა იყო. აი ამაზე არის დღევანდელი განათლების სისტემაც აგებული. დაიზეპირე და ჩააბარე.